საინტერესო ვიზიტი გვაქვს ჩინეთში, სადაც მონაწილეობა მივიღეთ ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნაში. საერთაშორისო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორც მოგეხსენება, წლიდან წლამდე იზრდება საქართველოსთან ექსპორტი ჩინეთში და რა თქმა უნდა ჩვენი ინტერესია კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი სამეჯრო ეკონომიკური ურთიერთობები და ბუნებრივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ძალიან წაგვადგება ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში. ასევე ჩვენ გვქონდა გუშინ შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, შევეხეთ აბსოლუტურად ყველა თემას, ყველა მიმართულებას, სადაც შეიძლება იყოს საინტერესო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ როგორც პოლიტიკურ განზომილებას, ეკონომიკურ განზომილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობებში და შესაბამისად გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გააღრმავდეს ქართულ-ჩინური პარტნიორობა, სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა და ურთიერთობები. ასევე ჩვენ გვქონდა შეხვედრა შანხაის მერთან, როგორც მოგეხსენებათ, წელს ხელი მოეწერა შეთანხმება შანხაისა და თბილისის დაძმობილების თაობაზე და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია როგორც ქალაქებს შორის პარტნიორობის გაღრმავება, ისე ზოგადად ამქაც გვქონდა საუბარი ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე. მთლიანობაში საინტერესოდ გრძელდება ჩვენი ვიზიტი და დარწმუნებული ვართ, რომ ამ ვიზიტს ექნება კონკრეტული ხელშეწყობები შედეგების სამალოთ. გითხოთ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საკმაოდ კრიტიკულია და რამდენიმე პუნქტში განსაკუთრებით არის გამოთქმული კრიტიკა ხელისუფლების მისამართით. ერთი ეს უკავშირდება 2024 წლის არჩევნებს და თქვენ ამ საკითხზე ყოველთვის კონტრარგუმენტად მოგყავთ ეუთო ოდირის დასკვნა. ასევე საუბარია იმაზეც, რომ უკრაინა შეშფოთებულია რუსეთის მიმართ სანქციების არ დაწესების გამო. ჩნდება კითხვა არაწევრი სახელმწიფოს სახელით რატომ გამოთქვამს ევროკომისია შეშფოთებას, რამდენად არგუმენტირებულია მათი მხრიდან წარმოდგენილი ეს შენიშვნები თუ პრეტენზიები თქვენთვის? ძალიან დასანანია, როდესაც ჩვენ ხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობას და ფაქტების დამახინჯებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. როგორც მოგეხსენებათ, ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ევროკავშირს და ასეთ დროს საფრთხე ექნება საქართველოში და ზიანი ადგება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციას, არამედ ზიანი ადგება ასევე ევროკავშირის რეპუტაციასაც და სწორედ ასეთი ქმედებების შედეგია ის, რომ საქართველოში თანდათანობით მცირდება ნდობა როგორც ევროპული ბიუროკრატიის, ასევე ზოგადად ევროკავშირის მიმართ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვითარება შეიძლება ევროკავშირში და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, მომავალში, რითაც ეხმაურებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, თუმცა დღეს ეს ასე არ არის და ამის საუკეთესო გამოხატულება არის ის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა. იგივე როცა საუბარია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე და ამასთან დაკავშირებით უკრაინის მიერ გამოხატულ შეფოთვაზე, ჩვენ არ გვახსენდება უკრაინის შეშფოთებული პოზიცია, მაგალითად მოლდოვასთან მიმართებით ან ზოგიერთ სხვა კანდიდატ ქვეყანასთან მიმართებით, რომელიც ასევე არ მიუერთდა სანქციებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნიშნავს ორმაგ სტანდარტებს, ნიშნავს უსამართლობას, ნიშნავს იმას, რომ სერიოზული პრობლემებია ევროპულ ბიუროკრატიაში. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი მასთან დაკავშირებით, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი შეიძლება ევროკავშირში, ჩვენ გვინდა 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და იმედი გვაქვს, რომ მანამდე რადიკალურად შეიძლება მდგომარეობა ევროკავშირში. დღეს რეალურად არის საბჭოთა სტანდარტების დონემდეა დასული ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობა, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა. ჩაგეკითხებით ამ თემასთან დაკავშირებით, გაკრიტიკებული არის გენერალური პროკურორის არჩევის წესი, ასევე სასამართლო სისტემა და კანონები, გამჭველობის კანონი და ასევე ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი. რამდენად არის სივრცე, რომ თუნდაც მსჯელობა გაიმართოს ამ კანონებთან დაკავშირებით, როგორი არის თქვენი პასუხი, კომპრომისის ვარიანტი თუ შეიძლება რომ მოხდეს თუნდაც ამ თემასთან? ხედავთ, რომ დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიას აქვს მარტივი სტანდარტი. თუ არჩევნები არ აბრუნებს ხელისუფლებაში კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ასეთ არჩევნებს არ აქვს მათთვის პასი. თუ გენპროკურორის არჩევის წესი არ არის ისეთი, რომელიც აძლევს კოლექტიურ ნაცმოძრაობას, პროკურატურაზე გავლენის დაბრუნების საშუალებას, ასეთ არჩევის წესაც არ აქვს პასი. თუ სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობა ისეთია, რომელიც არ აძლევს კოლექტიურ ნაცმოძრაობას, სასამართლოზე გავლენის დაბრუნების საშუალებას, ასეთ კანონმდებლობას არ აქვს პასი. ეს არის საერთო მიდგომა, ეს არის ის სტანდარტები, რომელიც მოქმედებს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც ნაცმოძრაობას ჰქონდა გავლენა სასამართლოზე, პროკურატურაზე. სწორედ ამ გავლენის
წყალობით ჩამოაყალიბა თავის დროზე ნაცმოძრაობამ სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც იგივე ევროპული ბიუროკრატია ძალიან მფარველობდა. ჩვენ არ გვინდა ამის დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში და იმედი გვაქვს, რომ ევროპული ბიუროკრატია ერთხელ და სამუდამოდ აიღებს ხელს კოლექტიური ნაცმოძრაობის მფარველობაზე და ყველანაირ მცდელობაზე, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნებასთან. მათ შორის ეს ეხება სასამართლო ხელისუფლებას და პროკურატურას. ხო, საქართველოში აღარასდროს აღარ უნდა დაბრუნდეს არც სასამართლოზე, არც პროკურატურაზე, არც პარლამენტზე, არც მთავრობაზე კოლექტიური ნაცმოძრაობის გავლენა. პირიქით ჩვენ ვაკეთებთ როგორც მოგეხსენებათ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა მთლიანად ჩამოაშოროს ჩვენს პოლიტიკურ სისტემას, სხვანაირად უბრალოდ ვერ განვითარდება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა საქართველოში. აი ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დავაზუსტებ ის მოცემულობა ევრობიუროკრატების მხრიდან სამართლო დამოკიდებულებაზე აკეთებ თქვენ აქცენტს. ასეთია სურათი, მანამ სანამ ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება, როგორი ურთიერთობა შეიძლება გქონდეს საქართველოს ხელისუფლებას გივსოთ. დღეს ძალიან რთულია, ბუნებრივია ამ ურთიერთობებში გარდატეხის შეტანა. თქვენ ხედავთ, რომ არ ეშვება კოლექტიური ასე ვთქვათ ბიუროკრატია ბრიუსელში, იმაზე ფიქრს, რომ რამდენად დააბრუნონ რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში, ამ ვითარებაში რა თქმა უნდა ძალიან რთულია რაიმე გარდატეხაზე ფიქრიც კი. თუმცა ჩვენ დავალოდებით მოვლენების განვითარებას, იმედი გვაქვს, რომ მომავალში მაინც შეიცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული ხალხის მიმართ და ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა შესაძლებელი იქნება გარდატეხის შეტანა ურთიერთობებში. კითხავთ ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით, რომელსაც ამ დრომდე არ დაუდგმია 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობები და ჩვენ ვკითხეთ კონკრეტულად, ანუ უშუალოდ რატო არ გულობს მკაფიოდ ამ მოვლენებს, თუმცა მან კითხვას თავი აარიდა. აი, თქვენთვის რას ნიშნავს ეს თავის არიდების? ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც ნაციონალები ძალადობენ, არასდროს არ ემიჯნება ამას არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია. როდესაც ისინი მაგალითად ძალადობენ ჟურნალისტებზე, ამასაც არასდროს ემიჯნებიან და ეს შემდეგ. ხო, ეს არის ორმაგი სტანდარტი, კლასიკური ორმაგი სტანდარტი და ამ შემთხვევაშიც ევროკავშირის ელჩი მოქმედებს სწორედ ამ ორმაგი სტანდარტით, რაც აღარ გვიგვირს არავის ამ დონემდეა დასული სამწუხაროდ დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც კიდევ ერთხელ გამიმერებ არის ძალიან სამწუხარო და ძალიან დასამარხი. ევროპის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ანჟელიკა ნიბლერის წინააღმდეგ, რომელიც ფრიდრიხ მერცის მოკავშირე პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, ასევე არის იბიბის წევრი. არსებული ინფორმაციით მან გამოიყენა საკუთარი სამსახურეობრივი უფლებამოსილება ბოროტად, მათ შორის ასისტენტებს ავალებდა ისეთი საქმიანობის შესრულებას, რაც ცდებოდა მის საქმიანობას ევროპარლამენტში. რაზე მეტყველებს ეს გამოძიების დაწყება, რა მდგომარეობა ახლა? ესეც მიანიშნებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს ყველაფერი არის ჯამში კორუფცია. ვიწრო გაგებით თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ხედავთ ჩვენ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკესვლა ამ მიმართულებით, ხო, კორუფციის კუთხით, დემოკრატიის კუთხით, პრინციპების პატივისცემის კუთხით, ფასეულობების კუთხით, ყველა მიმართულებით ხედავთ სერიოზულ უკესვლას და ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, ეს არის ჩვენი სურვილი და ეს არის ჩვენი მოწოდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ. EFD-ის წევრი ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ საქართველო ევრონესტზე არ გამოცხადდა ევროკავშირის პროვოკაციის გამო რეალურად და არა იმისესით, რასაც აპელირებს მათ შორის ევროპარლამენტი, რომელიც ამ ევროპარლამენტარის თქმითვე მათი მხრიდან დაფინანსებული გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ყავდა ამ ღონისძიებაზე მიწვეული. რა შეგიძლია თქვათ ამ განცხადების მერე რა ინფორმაცია გაგვიყვება? ნუ ფაქტია ის, რომ ევრონესტზე მიწვეული ყავდათ NGO საფარქვეშ რეალურად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ასეთ ვითარებაში ქართული დელეგაციის მონაწილეობა იყო რა თქმა უნდა აბსოლუტურად ირაციონალური. ხო, ეს არის აქაც ევროპული ბიუროკრატიის მიდგომა, აქაც მხოლოდ სინანული შეიძლება გამოთქვათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთ რეჟიმში ძალიან რთულია კონსტრუქციული ურთიერთობების აწყობა კონკრეტულ ჩინოვნიკებთან ევროკავშირიდან. ბატონო ირაკლი, MR ჯგუფის შვილობილი კომპანია Eagle Hills-ის ინვესტიცია არის ოპოზიციის და კონკრეტულად პარტია ლელოს კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი საგანი. ბოლო რამდენიმე დღეა ითხოვენ ხელშეკრულების გამოქვეყნებას და ქვეყნისთვის საზიანოს უწოდებენ ამ ინვესტიციას. რა შეგიძლიათ გითხრათ ხელშეკრულების დეტალებთან დაკავშირებით და ასევე რას მოუტანს ეს პროექტი ქვეყანას? პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან სამარცხვინოა ეს სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ ამ თემასთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი
ყველაზე გამორჩეული პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხით განხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. ინვესტიციის კუთხით არის უპრეცედენტო, თავისი მასშტაბით $6.5 მილიარდზეა საუბარი. ასე დროს, როდესაც ახერხებენ სპეკულირებას, ეს არის ყველაფერზე თავისთავად მეტყველი ფაქტი. მე თავიდან როცა ლელო მაწია ეს კომპანია, ვიცით რომ თავარი ვინც წევს ამ კომპანიას არის პირველი ლელო და ასევე არის მეორე პარტია ალტინფო, ხო? ჯერ ვიფიქრე რომ ლელო დაეშვა ალტინფოს დონეზე, მერე ვიფიქრე რომ ალტინფო დაეშვა ლელოს დონემდე, საბოლოო ჯამში მივედი დასკვნამდე რომ ორივე არის ფსკერზე. ასეთია ამ ადამიანების რეალურად სახე. ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა, $6.5 მილიარდთან დაკავშირებითაც ახერხებენ სპეკულირებას, აქ რაღაცა გარკვეული ეპითეტებს იყენებენ ამასთან დაკავშირებით, რომ თითქოს უცხოელების ქალაქები შენდება საქართველოში და ამ შემდეგ. ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაციები. რაც შეეხება ბინის რეალიზაციას უცხოელებზე, ეს თავისთავად არნიშნავს იმას, რომ უცხოელი ავტომატურად იღებს საქართველოში ცხოვრების უფლებას წლის განმავლობაში, საშუალოდ ბოლო წლების განმავლობაში წლიურად 15,000 ბინა იყიდება უცხოელებზე, თუმცა ერთია ბინების რეალიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ეკონომიკის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ამ კონკრეტული მშენებლობის სექტორის განვითარებისთვის და მეორეა ის თუ ვინ იღებს და ვინ არ იღებს საქართველოში ბინადრობის ნებართვას. ხო, ინვესტიცია ავტომატურად არნიშნავს ბუნებრივია ბინადრობის ნებართვას. ყველაფერს აკონტროლებს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. სასპეკულაციო არაფერია, სამარცხვინოა, უბრალოდ რო უსმენდი. თვითონაც მე მგონი რწყვენოდა ხაზარაძეს როცა ლაპარაკობდა ასეთი სპეკულაციებით ამ პროექტთან დაკავშირებით. წარმოდით, კაცი ბიზნესმენია, მას რეალურად ყველაზე კარგად ესმის, რომ არავითარი მინუსი არ აქვს. ამ პროექტს არის ძალიან დიდი პლუსი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ზოგადად მისი განვითარებისთვის და ასე დონემდე დაამდაბლეს, რომ ასეთი სპეკულაციებით ლაპარაკებენ $6.5 მილიარდიან ინვესტიციაზე, კაც რომელსაც ერთ-ერთ ერქვა ბიზნესმენი სავარცხლურია. კიდევ ერთხელ ლელო დაეშვა ალტინფოს დონემდე, ალტინფო ლელოს დონემდე, ორივე არის ფსკერზე. სინამდვილეში ეს არის ორივეს მდგომარეობა. რეალურად ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით, ეს არის ჩვენი საერთო პოლიტიკა. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ ის პროექტი, რომელიც განხორციელდება იგელსისის მიერ ჩვენს ქვეყანაში, უპრეცედენტო წვლილი შეიტანა ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს განვითარების სათანადო დონეს, ჯერ კიდევ 9.4%-ია ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე 30%-დან არის შემცირებული 9.4%-მდე. წელს პირველად გადაბიჯებს ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე $10,000 ლარში გადააჭარბებს $100 მილიარდ მთლიანობაში. ეს არის ის, რაც ჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ ავამაღლოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხი და ცხოვრების დონე. ამას ვერაფერი შეუშლის ხელს. დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, ეს არ არის ნამახვანის დრო. როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, რა თქმა უნდა არ გაუვა ეს არც ერთ ფსკერზე მყოფ პოლიტიკურ ძალას, ხო, ამ პოლიტიკანებს არ გაუვათ ასეთი სპეკულაციები. კიდევ ერთხელ დღეს სახელმწიფო არის სულ სხვა სიმაღლეზე და ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები, ეს შეეხება ჰესებს, ეს შეეხება მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით პროექტების განხორციელებას, ყველგან იქნება უზრუნველყოფილი პროექტების შეუფერხებელი განხორციელება, სადაც ეს შეესატყვისება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და იგელსისის პროექტი არის სწორედ ეს ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული და გამორჩეული პროექტი. აქ ვკითხავთ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელშეკრულებაზე, რომელიც მათ ბუხმეიერთან გააფორმეს შაორის დღეს $6 მილიონზე მეტი, ეს მაშინ, როდესაც დაახლოებით ამავე რაოდენობის თანხის გადახდა დააკისრა ვაშინგტონის საარბიტრაჟო სასამართლო მათ სახელმწიფოსთვის. თავად უკვე მესამე დღეა არჩუნდებიან მედიასთან და არაკეთებენ განმარტებებს, რა მიზანს ემსახურება თუნდაც ეს ხელშეკრულება და გადარიცხულით თქვენ შეგეძლიათ თქვა. არც ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია არ გამოსდით. ეს ყველაფერი ამის თქმით ვერ მიდიან, ხო, ამხელა საქმე წამოიწყეს არბიტრაჟში და ეს საქმე წააგეს, ხო, აქედანაც ჩანს და მე
არც რწმენიათ, რომ კიდევ აგრძელებენ ამ თემებზე საუბარს. რეალურად ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულიანტი, რომელსაც რაც სწავლებენ, იმას აკეთებენ. ხო, არიან ჩვეულებრივი უცხოელი აგენტები და მოქმედებენ ყველგან დავალებების შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. და კიდე ერთი კითხვა, ბოლო კითხვა. მიზანმიმართული პროვოკაციები, გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, თუ როგორ ცდილობენ უმცირესობამ გადაკეთოს რუსთაველის გამზირი და დააღვიონ კანონი. რატომ იქცევიან ეს ადამიანები? ასე არის თუ არა ერთგვარად მცდელობა, რომ მუხტი ხელოვნურად აწიოს, როგორ შეიძლება? ეს არის უცხოელი აგენტების აქცია, ჩვეულებრივი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვა ქვეყნები, ახლა შეგნებულად არ დავასახელებ კონკრეტულ ქვეყანას, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 კაციანი და 150 კაციანი აქციები. ზუსტად იგივე სცენარით. ერთი ხელწერაა, რატო? იმიტომ რომ უცხოეთიდან იგეგმება ასეთი რაღაცები და შემდეგ უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარების განხორციელება. საქართველოშიც იგივეა. მე არ ვამბობ იმას, რომ იქ ვინც იკრიბება 100% ყველა აგენტია, მაგრამ ეს პროცესები თავისი არსით არის წარმართული უცხოური ძალების მიერ უცხოელი აგენტების დახმარებით და მეშვეობით, ხო? ანუ ისინი ცდილობენ შექმნან რაღაცა ილუზია, შინამდვილეში არავითარი პროტესტი არ არსებობს, ქართულ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება ყველაფერთან დაკავშირებით, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია უცხოელი აგენტების ვერავითარ მცდელობას და არასწორია მათი პატრონების ვერავითარ მცდელობას ვერ ექნება წარმატების პერსპექტივა. და წინა თემას რომ დაუბრუნდეთ, ისევ გაფართოების ანგარის გულისხმობ გაკეთდა განცხადებები, რომ საქართველოს მთავრობა ატყუებს ხალხს და რეალურად გაწევრიანების არანაირი პერსპექტივა არ არსებობს და ეს არის მხოლოდ ფურცელზე დაწერილი, თუნდაც კანდიდატის სტატუსი. კოსმა გააკეთა ეს განცხადება, როგორ შეიძლება შეფასდეს და რამდენად არის ეს ქართული მოსახლეობის მოტყუების მცდელობა, როგორც ამას აფასებენ? რეალურად მართლა ტრაგიკულია ეს მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს. თქვენ ძალიან კარგად მოგიხსენებათ, რომ საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული მოწინავე ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით. ეს ეხება დემოკრატიას, ეს ეხება ადამიანის უფლებებს, ეს ეხება ეკონომიკის განვითარებას, ეს ეხება კორუფციის სიმცირეს, ყველა მიმართულებით საქართველო არის გამორჩეული ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის დღევანდელი რეალობა. რაც ეხება ევროპულ ბიუროკრატიას, იქ გეტყვით ფაქტებს, რაც არის სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ პირდაპირ გამოვიდა ევროკომისიის პრესპიკერი და მხარი დაუჭირა 4 ოქტომბრის დამხობის აქციას. ხო, ეს არის ფაქტი. ფაქტები არის აქეთ ეს, იქით ის, დანარჩენზე ქართული საზოგადოება ძალიან კარგად მსჯელობს. აქედან გამომდინარე, როდესაც ვიღაცები მიმართავენ ქართულ ხალხს აქვს გამოხატული უკვე საკუთარი ნება და ყველას ურჩევ, რომ კარგად შეისმინოს ქართული ხალხის ნება და შეიგუონ პირველ რიგში ქართული ხალხის არჩევანს, რომელიც გაკეთდა ჯერ 2024 წლის ოქტომბერში და რომელიც გაკეთდა შემდეგ 2025 წლის ოქტომბერში. ყველა უნდა შეეგუოს ქართული ხალხის არჩევანს და ნუ დაიმცირებენ ასე საკუთარ თავს ასეთი ტყუილებით და სპეკულაციებით, რასაც ჩვენ ვხედავთ მთელი ამ დროის განმავლობაში.